მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა. ვნახოთ აბა რა გველოდება ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში, ხო? პირველ რიგში გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, ვნახოთ ახლა რა ენერგიებში თქვენ იმყოფებით და მე როგორც ყოველთვის განვიხილავთ სამ სფეროს, ხო? ჩვენი საქმიანობა, ფინანსები და ურთიერთობა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ვნახოთ ახლა რა ენერგიებში მყავხართ ახლა თქვენ და ვნახოთ რას გვიმზადებს ჩვენ საერთოდ რა ენერგიებს გვიმზადებენ, ხო? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს რაღაცა ეს დასთა მიყვარს ეს დასთა მოითხოვა და ვნახოთ რას გვგარნახებს, ხო? და ავიღოთ ჩვენი საქმიანობა. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, შეიძლება სწავლა, ბიზნესი, ვის რა გაქვთ, რაზე უნდა უფრო აქცენტი გააკეთოთ თქვენ. ვნახოთ, ვნახოთ პენტაკლების ტუზი, რაღაცა ახალი არის აქ, უეჭველი რაღაც პერიოდი ახალი გეწყებათ. ვნახოთ აბა. ვნახოთ. თუ კიდე გამოჩნდება. ვნახოთ ფინანსები, კი გამოჩნდა უკვე პენტაკლების ტუზი, შეგვიძლია დავასრულოთ, ხო? ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვკითხოთ ტაროს, რადგან დავიწყეთ. რა იქნება ფინანსებში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა თქმა უნდა ურთიერთობასაც შევხედოთ, ხო? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ურთიერთობაში. Так, დავიწყოთ ახლა ჩვენ. Ой, აქ რა კარგ ენერგიებში ხართ გოგოებო და ბიჭებოც, რა ვიცი თუ ბიჭები უყურებენ, ნახეთ რამ ძალიან მაგარი ენერგიებში შემიძლია გითხრათ. აქ პირველ რიგში მიდის ნახეთ, ახლა მაღალი არკანი გვაჩვენებს იმას, რომ აქ არის რაღაცა განულება, რაღაცა შეიძლება თქვენ ან ხართ როგორ შეიძლება ზოგი ახლა ვაფშე ისვენებს დაუშვოთ სადმე, ეგეც არ არის გამორიცხული ანაპირებთ, ხო? მაგრამ აი უფრო ღრმად რო ჩავიხედოთ, აქ არის სიტუაცია, როცა ადამიანი აი თითქოს იწყებს აი დაასრულა რაღაცა პერიოდი და არის მზად თუნდაც ახალი ურთიერთობისთვის. გახსნილი აქ ადამიანი. შეიძლება ზოგისთვის იყოს თქვა თქვენ ხართ მზად, რომ თქვენს ურთიერთობაში თუ გააქვთ გავუშვოთ ახლა ნორმალური კარგი ურთიერთობა და ეს პრობლემა თქვენ არ გაწუხებთ, იმიტომ რომ აქ ხართ ასების დედოფალი და ორიანი თასების. შეიძლება ხართ მზად იმისთვის, რომ განაახლოთ თქვენი ურთიერთობა და სულ სხვანაირად წაიყვანოთ დავუშვოთ ის, თქვენი ის ურთიერთობა, რომელიც უკვე გაქვთ, მაგრამ იმათვის, ვინც ახლა შეიძლება დაასრულა რამე ურთიერთობა, გახსნილი ხართ რა, ყველაფერი თუ რამე სიახლეში გინდათ რომ შემოვიდეს, თქვენ გახსნილი ხართ, ანუ სუფთა გულით ხართ რა, ამ სამყაროს უყურებთ სუფთა გულით. ნახოთ აბა მაშინ რა ენერგიები აქ ჩვენ გვექნება. აქ შეხედეთ ახლა როგორი საინტერესო სიტუაცია გაქვთ თქვენ. აქ ნამდვილად უკვე თქვენ აგრძელებთ, ასე რომ ვთქვათ, აგრძელებთ და ამთავრებთ რაღაცას, რაც უკვე თქვენ დიდი ხანი არ გემსახურება. აი ასე ვამბობ ხოლმე, რომ არ გემსახურება, ანუ უკვე აღარ არის შენ ცხოვრებაში და შენ მიდიხარ, ნახეთ, აქ განულება ხო მოხდა და უკვე აქ ადამიანი ფიქრობს, რომ აღარ მინდა ის ძველი რაც იყო, აღარ მინდა ნამდვილად დავიჭირო ის, რაც უკვე ჩემთვის არ მემსახურება რა, მე მინდა და ავირჩიო ჩემი თავი. ნახოთ ახლა ეს რომელიც სფეროსაც ეხება, მაგასაც შევხედეთ, აქ ახლა პრინციპში გიგვაჩვენეს, რომ ისედაც კარგ ემოციებში ხარ, კარგ ენერგიებში ხართ რა თქვენ და რაღაც განახლებული რაღაცა შეიძლება რთული ეტაპი დაასრულე და აქ თქვენ უკვე აღარ აპირებთ დაბრუნებას იმას, აი თქვათ, რაზეც იყავით შეიძლება მიჯაჭვული. აქ თქვენ უფრო ირჩევთ თქვენს თავს. ნახეთ, ანუ ის რაც ვინც არ გაფასებს, ვისაც თქვენ არ ახართ მნიშვნელოვანი, თქვენ მაგის გაჩერებას არ აპირებთ. შეიძლება სამსახურს ეხება, შეიძლება აქ ფინანსებს. მოდით ახლა შეიძლება რო არ იყოს, ვნახოთ უფრო ზუსტად რას გვაჩვენებს ჩვენ თარო, რომელ სფეროში უფრო იქნება ეს. ანუ პირველი ჩვენი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ნახეთ. აქ შემიძლია გითხრათ, ძალიან კარგი პოზიცია გაქვთ თქვენ. თუ დაუშვათ ახლა თქვენ ხარ დაკავებული რაღაცა საქმით, ხო? აქ
კარგად თქვი ხო და რაღაცა საქმე. აი აქ გნება თქვენი აღიარება, როგორც მაგარი პროფესიონალის. თქვენ თუ დაუშვოთ ვინმეს, თქვენ თვითონ ასწავლეთ დაუშვოთ, ხო? თქვენ გასცემთ ისეთ ცოდნას, რომელიც მართლა იქნება სასარგებლო სხვებისთვის, ხო? ან შეიძლება თქვენ ცხოვრებაში უკვე ან არის, ან გამოჩნდება ისეთი პროფესიონალი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ. აქ შეიძლება თუ დაუშვოთ თქვენ გჭირდებათ რამე იურიდიული დახმარება, ვინმეს გამ რამე კარნახი, შეიძლება თქვენ საქმიანობაზე, თქვენს ბიზნესზე როგორ გააუმჯობესოთ კიდე, აქ გეძლევათ მაგის საშუალება, რომ მართლა პროფესიონალს იპოვით თქვენ, ისეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად თქვენ გასწავლეთ. თუ მასწავლებელს ეძებთ, დაუშვოთ, თუ ეძებთ ისეთ, ანუ პროფესიონალი რა არის, აი ნებისმიერ თქვენს საქმიანობაში პროფესიონალს თუ ნახატა გოგო რო მიაგნო ასე რომ ვთქვათ, ხო? ეძებდა, აი უეჭველი შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ ნამდვილად მიიღებთ აი კარგ რჩევას, პროფესიონალურ რჩევას და ან თქვენ თვითონ მიაგნებთ ისეთ თემას, სადაც რომელსაც თქვენ გასცემთ და იქნებით ძალიან საჭირო. თუ დაუშვათ, აქ არის კიდე ნახეთ, შეიძლება ვიღაცასთან დაუშვოთ, ახლა კარგი ხელმძღვანელი შემოვა. ეგაც არის აქ ესეთი მომენტი, რომ თქვათ, რომელიც აი ნამდვილად შეიძლება ფიქრობდეთ და ვინ იქნება თუ დაუშვოთ რაღაცა ცვლილება არის თქვენთან სამსახურში, ხო? ძალიან ჭკვიანი, ძალიან ესეთი ადამიანი მოვა, მაგრამ უფრო რატომღაც მომდის ესეთი მომენტი, რომ თქვენ თვითონ თქვენს პროფესიონალიზმს სადღაც შეიძლება ან გამოაჩენთ, ან პროფესიონალიზმით ავსებული თქვათ ადამიანი შეხვდებათ, მოძებნით იმას, ვინც თქვენ დაგეხმარებათ იმ საკითხებში, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი. ვინც აბარებს, აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი სწავლა არ იქნებათ ყვილა დაუშვოთ უბრალოდ თქვენ ნამდვილად აი აქ ჩაბარებას ვხედავ ყველა ვარიანტში. ვისაც ბიზნესი გაქვთ, რამე საკითხები გაქვთ თქვენ გადასაჭრელი, აქ ყველა ვარიანტში თქვენ ვიღაცა შეიძლება გიკარნახოს და დაგეხმარებათ და გეტყვის, რომ აი ამას მიმართე და ეს ადამიანი შენ ყველა ვარიანტში დაგეხმარება. ნუ ან თქვენ თვითონ რაღაცას ისწავლეთ. აი ჩემ გოგოებს ახლა ვინც ტრენინგზე მყავს, უეჭველი მე ვიცი, რომ მიიღებენ რაღაც ისეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციას, რომელიც მათ დაეხმარებათ ბევრ რაღაცებში. ნუ იმიტომ რომ ვიცი, რომ გოგოები მიყურებენ. ნახოთ ახლა ფინანსებზე გადავიდეთ. ახლა ფინანსური მდგომარეობა რა გვექნება აქ. აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნახეთ უკვე ენერგიებს გვაჩვენებენ, შეხედეთ. თქვენ შედიხართ როგორ ენერგიაში, აი აქ ამაზე მინდა ცოტა გავამახვილო ყურადღება. საერთოდ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია საერთოდ, როცა თუ გინდა შენ გინდას ფინანსები, ხო, გქონდეს შენ უნდა იყო იმ შინაგანად იმ მდგომარეობაში, რომ შენ უკვე ყველაფერი აბსოლუტურად გაქვს. თქვენ თუ დაუშვათ რამე ტექნიკებს აკეთებდეთ, რამე პრაქტიკებს აკეთებდეთ, ან მართლა ფიქრობდით თქვენ რომ მე ყველაფერი მაქვს, მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ხო? აი ამას ექნება შედეგი. და ისეთი შედეგი, რომ თქვენ ექნებით კმაყოფილი. იმიტომ რომ აქ ეს თქვენი არც მედიტაციები, არც პრაქტიკები არ დარჩება ტყუილა უბრალოდ. უკვე რაღაცას თქვენ იგრძნობთ, იმიტომ რომ აი აქ თქვენ ისწავლით, ნუ ისწავლით ახლა ალბათ, იმიტომ ვამბობ, რომ ახლა ჩვენ მაგას ვსწავლობთ, ხო? რომ ნამდვილად როგორ უნდა შევიდე მე ესეთ მდგომარეობაში, იმიტომ რომ თუ შენს თავს ვერ გრძნობ დაუშვათ უკვე იმ ადამიანად, რომ ყველაფერი სიუხვე არის ჩემთვის, ნუ ეს არის ძალიან რთული რომ მიიღო, ხო? შენ თუ სულ ნაკლებობას გრძნობ, შენ თუ სულ ვფიქრობ, რომ ანუ ჩემთვის არაფერი არ არის, ნუ ეს არის რთული. აი აქ ადამიანი იქნება, რომელიც იცის რა. კი, იმიტომ რომ ნახეთ კიდე ფინანსებში რა ხდება. აი განულება, ნახეთ, აი ეს არის ზუსტად ეს მდგომარეობა, რომ მე უკვე აღარ მინდა ვინერვიულო იმაზე, ხო? მე უკვე აღარ მინდა ვინერვიულო ფინანსებზე ნამდვილად. ნუ ახლა მე აქ რო ჩავუღრმავდე, ტრენინგის ჩატარება მომიწევს თქვენთვის რა, ეს რას ნიშნავს? მაგრამ ის ვინც პრინციპში აქ ახლა მე ხო გეუბნებით ხოლმე, რომ მიიღეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც არის თქვენთვის. თუ თქვენ არ იცით ეს რას ნიშნავს და რაზეც მე აქ ვლაპარაკობ, ახლა ხო და თქვენთვის ეს არის, ნუ ცოტა
რთულად მისაღები, მაშინ უბრალოდ არ მიაქციოთ ყურადღება. იმიტომ რომ ეს ინფორმაცია უფრო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს ამ თემაზე, ვინც უკვე იცის ეს რას ნიშნავს, რომ მე ვარ იმ მდგომარეობაში, რომ მე ყველაფერი მაქვს, მე კმაყოფილი ვარ, ну ეს უკვე მუშაობა სამყაროს და აი ზუსტად აი ეს ადამიანები აქ მიუახლოვდებიან იმ მდგომარეობას, რომ სუბუქად ყველაფერს მიიღებენ, გამოდიან იმ შეიძლება გქონდათ რაღაცა სტაგნაციური პერიოდი, როცა თქვათ ფული ну არ ჩერდებოდეს სიტყვაზე თქვენთან, ხო? როგორც მიდიოდა, ისე მოდიოდა. ну ამას აქვს ძალიან დიდი ახსნა, რატომ ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აი თუნდაც ახლა უკვე აი შედიხართ რა, ანუ ის რაც უკვე თქვენთვის მიუღებელია, თქვენ აქედან გადიხართ და უკვე სხვაგვარად შეხედავთ სიტუაციას, გამოდიხართ რაღაცა რთული პერიოდებიდან. გამოდიხართ, ნახეთ, აი რაღაც სხვაგვარად შეხედავთ სიტუაციას და აქ უკვე არ გექნება თქვენ აი ეს ბრძოლა, მე უნდა ვიბრძოლო, მე თქვათ აი ეს მომენტები, რომ მე მინდა ეს ფული, ხო, დაუშვებ, უშვებ ამას, ხო, უშვებ და სხვა, ან აი მსუბუქად უყურებ სიტუაციას და შედეგიც ნახეთ, აქ არის 10-იანი პენტაკლების რა. მე აღარ უყურებ უკვე, მე არ ვნერვიობ, მე არ ვებრძვე, მე აღარ მივდივარ, ანუ აქ ნახეთ როგორ ენერგიები ძალიან იცვლება, ყველანაირად იცვლება, იმიტომ რომ მე უკვე კი არ დავდებ თქვათ იმ ფულს, ხო, მე კი არ ან თუ მივდევ, ხო, თუ როგორ არის სწორედ, ხო? მე უკვე მივხვდი, რომ აი აქაც ნახეთ, შეიძლება ვიღაცა ისწავლის, ან გასწავლის ვიღაცა თქვენ, ანუ სწორ მიდგომას რა, როგორ უნდა, ანუ მე უკვე აღარ აქ იცვლება თქვენი დამოკიდებულება ფულისადმი, იცვლება და ნამდვილად აი ეს რო შეიცვლება, თქვენ გამოდიხართ პირველ რიგში, ანუ ნაკლებობის ენერგიებიდან, როცა მე მაკლია რაღაცა, მე სულ რაღაცა მჭირდება, მე სულ რაღაცა თქვა ფული მე არა მაქვს, აი ეგეთი პროგრამებიდან თქვენ გამოდიხართ. ძალიან მაგარი სამუშაო გელოდება თქვენ ამ კვირაში, შემიძლია გითხრათ, რომ უნდა შეცვალოთ თქვენ მიდგომა საერთოდ ამ ფულის ენერგიებთან დაკავშირებით. კი ბატონო, უნდა შეცვალოთ, უნდა ისწავლოთ. აი აქ თქვენ საერთოდ ზოგისთვის იქნება შეიძლება ფულის მართვას ისწავლეთ, მაგრამ ამ სიტუაციაში თქვენ მე მიიღებთ ძალიან მაგარი სიძლიერეს და გამოდიხართ, აი მართლა გამოდიხართ ისეთი ენერგიებიდან, სადაც აი ნაკლებობას გრძნობდეთ რა, რაღაცას დაასრულებთ თქვენ. ამ ენერგია უყურეთ ახლა ამ კვირაში, რაღაცა ცვლილებები წავა თქვენთან, აი დაასრულებთ. კი. ყველა ვარიანტში აი აქ თქვენ რაღაცა სიძლიერეს მიიღებთ, უეჭველე რა და ისწავლეთ, აი თითქოს აი სულს მოусმენთ, რაღაცას გზას გაივლით, ისეთ გზას, რომელიც თქვენ მიგიყვანთ იქამდე, რომ თქვენ ნამდვილად იგრძნობთ თავს, იმის რომ მე ჩემთვის ყველაფერი შეიძლება და შეიძლება даже მამაკაცისგან მიიღოთ რამე საჩუქარი, ხო? არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ თქვენ აქ, დააკვირდეთ რა, წინსვლა რო გექნებათ ამ თემაში უეჭველე. რასაც თქვენ ელოდებოდეთ, აუცილებლად აი აქ მოხდება, ხო? აი პენტაკლების ტუზე. ნახეთ, აი ფულზე აღარ ბრძოლობ და ფული მოდის თვითონ აქ რა. ანუ ეს უკვე გითხარით, შეიძლება ზოგისთვის გასაგები იყოს ეს ინფორმაცია, რასაც მე აქ ვლაპარაკობ და ზოგისთვის შეიძლება ცოტა ჯერ ვერ გამიგებთ. თუ ვერ გამიგებთ, ახლა ვაპატიეთ, იმიტომ რომ ეს უფრო ალბათ ვიცი რომ ჩემი გოგოები სულ აქ არიან, ალბათ მაგათთვის კიდე უფრო იქნება ეს ინფორმაცია, ვინც გავდა სკოლაში არიან, ვინც არიან აქ უკვე ჩემთან ტრენინგზე. ნახეთ, აქ როგორი ენერგიები რა, როგორ იცვლება, ხო? თქვენ ახლა პრინციპში ნახეთ, რომ ახლა წინსვლა გექნებათ, იმიტომ რომ შეიცვლება თქვენი მიდგომა, თქვენ ახლა შეიძლება ნახეთ, მე კი ღირსი ვარ, მაგრამ არ მჯერა და აი აქ შეიცვლება თქვენი მიდგომა და წინსვლა გექნება, ნაკადე გაგიხსნებათ უეჭველე. კი, ნაკადე გაგიხსნებათ, აი აქ აუცილებლად. რაღაცას ჩაატარებთ, რაღაც სამუშაოს. ურთიერთობაზე ვნახოთ ახლა რა ხდება. Так, ურთიერთობაზე, აი აქ არის რაღაცა სიტუაცია, როცა თქვენ, აი ნახეთ, სულ მაღალი არკანები ღმერთო, შეხედეთ როგორი მომენტი არის, აი აქ.
თუ დავუშვათ ეხლა თქვენ გაქვთ რამე პაუზა სიტყვაზე, აი აქაც ნახეთ, უკვე მე მივდივარ წინ, თუ არის აქ რამე პაუზა, ეს პაუზა თქვენ გაძლევთ და მარტო ხართ ეხლა. არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ეს პაუზა გაძლევთ თქვენ სიძლიერად. თქვენთვის ეხლა იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, იმიტომ რომ თქვენ აი აქაც კოშკი არის, ხედავთ, აქაც კოშკი იყო, ანუ ძალიან რაღაცა ძლიერი, ну პრინციპში ნახეთ ეხლა დაიწყო უკვე ისეთი პერიოდები, ხო, რომ ჩვენ უკვე გადავდივართ დაუშვათ სხვა ეტაპზე, ხო? ეს ძალიან საინტერესო სიტუაციაა, ძალიან საინტერესო თემაა საერთოდ. თუ დაუშვათ გაქვთ მაგის საშუალება, უსმინეთ ამ თემებზე, რომ ეხლა რატომ აი დააკვირდეთ უბრალოდ ისედაც, რომ ყველაფერი როგორ აი სხვა ენერგიები არის შემოსული და ეს სხვა ენერგიები რო არის შემოსული, ჩვენშიც ბევრი რაღაცა იცვლება, ამავდროულად იცვლება ჩვენ ურთიერთობის თემებიც რა. იმიტომ რომ კარმული ეხლა ამოცანები ძალიან უნდა განულდეს, იმიტომ არის განულება სიყვარულში. ვინც გადის ამ განულებებს, ვინც გადის თქვათ და აცნობიერებს რა ხდება, ვისაც ინტერესი უჩნდება რა ხდება, ვისაც არ ეშინია გაშვებას თავისი ცხოვრებიდან იმ ურთიერთობის თქვათ იმ ფინანსურ მდგომარეობაზე, ну ყველაფერს რა, ყველა სფეროს რო შევეხოთ, ხო, ის ადამიანი უკვე თქვენ იგრძნობთ, რომ რაღაცა ხდება ჩემში. იმიტომ რომ თქვენ ნახეთ, აი აქ 4 მაღალი არკანი გამოვიდა, რას ნიშნავს ეგ, რომ თქვენ რაღაცა თქვენს მომავალს ცვლით, აქ რაღაცა სიძლიერეში შედიხართ. დააკვირდეთ ამ ურთიერთობის თემა ძალიან მაგრად მოქმედებს. ნახეთ, ფინანსები, ურთიერთობა, აი ყველაფერი თითქმის იცვლება. ხო და თუ თქვენ შეხვდებათ აი აქ ვინმე ესეთი ადამიანი, ვისაც აქ ეს ინფორმაცია რა შეუძლია გააკეთოს ისეთი რამე, ან რითი დაგეხმაროს, რომ შენ ადვილად თქვათ გაიარო, იმიტომ რომ ნახეთ, აი აქ არის როგორი თემა. აი საერთოდ თუ დაუშვათ რამე ტრენინგს გაივლი, ან რამე თქვათ, ну გინდა რამე ტრენინგი გაიარო, ანუ ყოველთვის კოლექტიური, როცა კოლექტივში გადეხარ შენ რაღაცას, იქ უფრო მაგრად და მალე გადეხარ ბევრ ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ იქ ბევრი ენერგია ტრიალებს. აი ხა ჩვენთან მაგალითად ასეთი სიტუაცია ხდება, რომ თითქოს აი ისეთ ენერგიებში ვტრიალებთ, რომ ტრანსფორმაციებს ყველა გავდივართ, მაგრამ უფრო გვიადვილება, იმიტომ რომ ბევრნი ვართ იქ და რაღაც თითქოს სიძლიერეს ერთმანეთს ვაძლევთ, გამიგეთ? და ამიტომ აქაც არის აი ყველა ვარიანტში თქვენ ურთიერთობაშიც და ფინანსებში ყველაფერში გექნებათ რაღაცა ძალიან დიდი ცვლილება, დააკვირდეთ, მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ აქ თქვენი მომავალი იცვლება, აქ რაღაცა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და არ შეგეშინდეს თქვენ ეხლა პაუზის, იმიტომ რომ თქვენ ეს გაძლევს ძალიან დიდ სიძლიერეს. აქ უკვე თქვენი ქალური რაღაცა ენერგიები გაიხსნება, თქვენ სხვანაირი ხდებით, სულ სხვანაირი იცოდეთ. კი ბატონო, სულ სხვანაირი იქნებით თქვენ, სულ სხვანაირი დამოკიდებულება არის. ანუ ის რაზეც თქვენ მუშაობთ თქვენს თავზე, ხო? იცოდეთ, რომ ეს ტყილა არ არის აქ, იმიტომ რომ გადაფასება მიდის ძალიან ძლიერი გადაფასება სირთულეები თქვენი ცხოვრებიდან მიდის, ნახეთ, ანუ ეს რაც გქონდა თქვენ, რაც უკვე რაც გაწუხებდეთ, რასაც თქვენ ფიქრობდეთ, ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან უნდა წავიდეს. თქვენ მიდიხართ რაღაც ახალ ეტაპზე გადადიხართ, გამიგეთ? ну ცოტა ისეთი დღეს ახლა ისეთი ენერგიები მოვიდა, რომ რა ვიცი რა გითხრათ. აქ თქვენ გეუბნებით, შეიძლება ну აი გეუბნებით, რომ აქ არის როგორი სიტუაცია, შეხედეთ, ახლა გეტყვით, ახლა ორი ვარიანტი არის. ზოგისთვის შეიძლება საჯარო გაშლა არის. ზოგისთვის შეიძლება ეს იყოს ესეთი ეტაპი, რომ თქვენ დაუშვოთ რაღაცა გაუგებარი სიტუაცია გქონდათ, შეიძლება თქვათ არ გქონდათ თქვენ აქ, ანუ მარტო იყავით, ხო? და ბრაზდებოდა, წასვლაც გინდოდათ და მართლაც შეიძლება კი არა, უკვე თქვით, რომ არ მინდა მე ეგეთი ურთიერთობა, მე მინდა ახალი ურთიერთობა. შეიძლება აქ ადამიანი დაბრუნდეს და გექნებათ რამე ესეთი მნიშვნელოვანი საუბარი და
დაიწყება ახალი ეტაპი, მაგრამ კიდე უფრო მეტად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ უკვე არ ხართ მზად იმისათვის, რომ თქვათ ადამიანის ხასიათზე იარო და მის ჭკუაზე, რომ დღეს მინდა ურთიერთობა, ხვალ არ მინდა, დღეს მოვედით, ხვალ არ მოვედი, იქცევა როგორც პატარა ბავშვი და უკვე თქვენ ამ სიტუაციას დაასრულებთ. შეიძლება უკვე თქვენ აქ ადამიანი ისეთი საქციელები დაგანახათ, რომ თქვათ, всё, თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე ნამდვილად არ მინდა ეს ურთიერთობა და მზად ხართ, რომ ახალი ურთიერთობა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და მართლაც უკვე იქნება კიდევაც. კი, აქ არის ნახეთ, მოდით ასე ვთქვათ, ზოგისთვის იქნება განახლებული სიტუაცია, ზოგისთვის იქნება ახალი შეხვედრა და ახალი ურთიერთობა. გამიგეთ? იმიტომ რომ გეუბნებით, რომ ყოველთვის გეშინიათ ყოველ შემთხვევაში გაშვებას, თუ ხვდებით, რომ უკვე ურთიერთობად გაუსაძლისია, თქვენ თუ მიიღეთ გადაწყვეტილება და გაუშვით უკვე სამყაროში, თუნდაც თხოვნა იმისი, რომ მე ნამდვილად მინდა გაუშვა ეს ადამიანი და მინდა ახალი ურთიერთობა, ებრძვით სიტუაცია, საერთოდ ებრძვით. ეს არის როცა რაღაცა დასრულდება ყველა ვარიანტში, ახალი რაღაცა მოვა, აქ ნახეთ, სულ ახალი არკანები მოდის. კი ბატონო, რაღაც პერიოდი უნდა დაასრულდეს. თქვენ მიდიხართ ახალ გზაზე, ახალი გზა გაქვთ თქვენ. ბევრისთვის და ეს გზა სხვათა შორის თქვენ ახლა შეიძლება არ იცით რას მოგიტანს, მაგრამ მოგიტანს ძალიან დიდ ბედნიერებას, ძალიან ურთიერთობა, სადაც უკვე არ იქნება ეგ არჩევანი, ამირჩევს, არ ამირჩევს, ვიქნებით, არ ვიქნებით. აი ეს გაუგებრობა და რაღაცა ეს გაორებული სიტუაციები არ იქნება. აქ ვაფშე შეიძლება მოდის ადამიანი, რომელთანაც საერთოდ თქვენი ცხოვრება შეიცვლება. საერთოდ შეიცვლება და ვაფშე ახალი გზა და ნახეთ, სულ ახალი გზა შეიძლება გაგიხსნათ. თან ძალიან სტაბილური, კარგი პიროვნება შემოვა თქვენთან, ვისაც შეიძლება სერიოზული ურთიერთობაც დამყარდეს და საერთოდ როცა თქვენ დაუშვათ, მიდიხართ ისეთ ასე ვთქვათ, წოდებულ სპეციალისტებთან, ვინც აკეთებს ვთქვათ, აი დღესაც მქონდა ზარი და ამერიკას, რომ აი თუ შეგიძლიათ თქვენ რომ ურთიერთობა დამიბრუნოთ და მამაკაცისგან, რაც ძალიან გამაოცა. რომ ისე იგი ძალით დაბრუნებული ურთიერთობები ეს არ არის კარგი და იმახსოვრეთ, იმიტომ რომ თქვენ ამით უფრო ამძიმებთ კარმას და ურთიერთობა იქნება უფრო და უფრო გაუსაძლისი. რაც მიდის, უნდა გაუშვათ, იცოდეთ რა, რომ რაც უფრო ებღაუჭების, შენ მაგით შენს ლამაზ თქვა ცხოვრებას უკეთებ გზას რა, ასე რომ თქვა. ამიტომ დაფიქრდეთ ახლა მაგას, რომ ეს გაშვებაც უნდა იცოდეთ რა. ასეთი იყო დღევანდელი გაშლა, ცოტა ისეთი მე ვფიქრობ, რომ ცოტა რთული, იმიტომ რომ ახლა გადასვლა რო არის, ახლა მეც ჩემშიც ბევრი რაღაცები იცვლება და ცოტა გადმოცემა მიჭირს, იმიტომ რომ მე უკვე უნდა მოგამზადოთ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ხედავ რომ აქ ნახვებიც არ არის ბევრი და ამაზე არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემთან დარჩებიან მხოლოდ ეს ადამიანები, ვინც უკვე მზად არის ეს ყველაფერი, ეს ინფორმაცია მიიღოს, იმიტომ რომ მეც ასე დოზირებულად ვიღებ იმაზე რომ გეუბნებით, რომ ბევრი რაღაცა იცვლება სივრცეში, ხო? და უკვე ინფორმაციაც და რომ უკვე მაძლევს სხვანაირად და იმისთვის რომ მიიღო ეს ინფორმაციები მზად იყო, უნდა იყო მზად რა, მაგრამ ყველა შეიძლება არ იყოს მზად, მაგრამ ვინც უყურებს ბოლომდე და ვინც არის ჩემს სივრცეში სულ, ისინი ჩემთან ერთად მიდიან, ვითარდებიან და ამიტომ მისაღები იქნება ეს ინფორმაცია და ვნახავთ ახლა თქვენი ლაიკები და თქვენი კომენტარებით, რამდენი ადამიანი უკვე ხვდება რა ინფორმაციას ვაწოდებ მე აი აქ.